კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე გაანადგურეს კასპი ქვათახევის გზაზე ღამით 19 წლის გოგო შეეწირა ავტო ავარიას. მძღოლმა ვერ დაემორჩილა საჭე და იქ გადავიდა გზიდან და 19 წლის გოგო, რომელიც მანქანაში იჯდა, დაიღუპა. მეგობრის დაბადების დღიდან მომავალი ახალგაზრდები იჯდნენ იმ ავტომანქანაში. აი ეს არის ყოველ დღე ავტოსაგზაო შემთხვევა. სტატისტიკური მონაცემებით გამოქვეყნდა 600 ადამიანი არის დაღუპულია ამ 2-3 წელიწადში და 9000-მდე დაზარალებული უმძიმესი დაზიანებებით. აი ეს არის. სხვათა შორის ევროპაში არის 3-ჯერ ნაკლები იგივე მაჩვენებელი. რატომ? თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ დამპალ ევროპაში 3-ჯერ ნაკლები სიცოცხლე რატო ეწირება ვიდრე საქართველოში? იმიტომ რომ წესები აქვთ, იმიტომ რომ პროფილაქტიკური სამუშაოები აქვთ მანქანებზე, იმიტომ რომ პოლიცია მოქმედებს, იმიტომ რომ ადამიანებს შეგნება აქვთ. მთელი ეს ამბები 10 წლეულების განმავლობაში ლაგდებოდა იქ. იმიტომ რომ იქ ადამიანის სიცოცხლე არის პრიორიტეტი. ვერ დაჯდები მანქანაზე თუ არა სათანადო მართვის მოწმობა, სათანადო აღჭურვილობა, სათანადო ტექნიკური შესაძლებლობები. აი ეს არის. ჩვენთან კიდე შუა საუკუნოვანი ტყიური, ქვის ხანა, სადაც ადამიანებს პირდაპირ მნიშვნელობით კლავენ, მიშვებული ყავთ, როგორც დამპყრობელი აიღებს ქალაქს და მიდი მერე ბანდა რაც გინდათ ის გაუკეთეთ. აი ესე არის რა, ჩვენთან ქალაქში, ყველგან სოფელში ავტომფლობელები, ეგრეთ წოდებულები, გაშვებულიები არიან ადამიანების საკლავად. სანადიროდ არის გაშვებული ხალხი ადამიანების მოსაკლავად, აგერ 3 წლის გოგო შეიწირეს ბავშვი გორში. გავვრცელეთ ეს ვიდეო.